ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ეს არის გუშინდელი ვლოგი. გადავწყვიტე, რომ გადამეღო, ეს დიდი ხანი არ გადამიღია, რას ვამზადებ და ეგეთი ვლოგები. და 27 ივნისის დღის ვლოგია ეს. როგორ ვიმზადებ საკვებს. ნელ-ნელა მინდა, რომ ჩემი ოჯახი მივაჩვიო ესეთ რაღაცას, რომ სახლში მაცივარში მქონდეს პროდუქტები. კიტრი, პომიდორი, კვერცხი, თინუსი, ყველი, ასევე პური, ყოველთვის მაგრა, იმის სხვადასხვა სახის თხილეული, ხილი და მინდა, რა თქმა უნდა, კერძებს მოვამზადებ, მაგრამ მინდა მივაჩვიო იმას, რომ თვითონ შეიდგინონ ხოლმე და მოიმზადონ რაც სურთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მომიწია, რომ კერძები გადამეყარა, აი მაგალითად, გადავყარე აჯაფსანდალი, რომ მოვამზადე ბოლოს. რამდენი ვიწვალე, რამხელა ქვაბით გავაკეთე, ცოტა ჭამეს და всё, ანუ შეიძლება მე მინდოდეს დღეს რაღაც და იმათ არ უნდოდეს. რა თქმა უნდა, თუ იქნება ისეთი, რომ ყველას გვინდა გავაკეთებ, მაგრამ ისეთი დღეებიც იქნება, როცა ყველა თავისთვის რაღაცას მოიმზადებს და სახლში ინგრედიენტები იქნება. მე მგონი ეს ძალიან კარგი აზრია. ერთადერთი რაც მჭირდება ეს არის დიდი მაცივარი, მაგრამ ჯერ ვერ ვიყიდე, იმიტომ რომ სხვაზე ყველა მთელი ბიუჯეტი ახლა სხვას მოხმარდება და აი უკვე სექტემბრიდან შევძლებ, რომ დიდი მაცივარი ვიყიდო, სადაც კარგად დაეტევა ყველაფერი. რას ვაკეთებ? ევას ვუწვავ კვერცხს, არ მიკითხავს ისე შევუწვი კვერცხი და ჩემთვის გავიკეთე ერთი დიდი პომიდორი დავჭერი, წამოვადუღე, მერე დავამატე თინუსი, თორნიკემ გახსნა იმ დღეს და თავახდილი იყო დატოვებული და 51 გრამი გამოვიდა და რო არ მომემზადებინა, ალბათ მალე გაფუჭდებოდა და ჩავამატე ამასა ათქვეფილი ერთი კვერცხი და ზემოდან მოვაყარე რეჰანი და მწვანილი. აქევა შემოვიდა და იმიტომ დავთქი წყალი, რომ მითხრა, რომ დედა მაკარონი მინდაო და მე ვთხარი კვერცხს გიწვავ, მეთქე ბავშვი აღშფოთ და არ მინდა კვერცხი, მაკარონი მინდაო. ანუ ჩემი შვილი და ყველა ჩემი შვილები იმდენად არიან მიჩვეული იმას, რომ ჭამენ რაც უნდათ იმას, რომ ძალიან გავუკვირდა ბავშვს, მე ჩემინებით გადავწყვიტე კვერცხი შემეწა. რადგან არაფერი არ უთქვამს და დილა ვიფიქრებდი, რომ შემწვარ კვერცხს მივსმევ და იმიტომ რომ უყვარს შემწვარი კვერცხი. ხო და ეს ჩემი ჩიჟი-პიჟი მოვიმზადე და ბოსტნეულთან ერთად გემრიელად მივირთვი. აი ეს არის უკვე თანმდევი ჩემი ყოველდღიურობისა. ეხაც ამ ვიდეოს რო ვახმოვანებ, მეორე დღეა და ისევ სავსე მაქვს გასარეცხი ჭურჭელი და ამ ვიდეოს გახმოვანების მერე უნდა წავიდე და ჭურჭელი დავრეცხო. იმიტომ რომ საღამოს კი დავრეცხე, მაგრამ აი მე რო უკვე დავრეცხე და დასაძინებლად წავედი, მერე კიდე ჭამეს და დილას დამხვდა ასე. ამიტომ ჩემს ოჯახში ჭურჭლის სარეცხი მანქანაც აუცილებელია. რადგან დიდი დრო და ენერგია იხარჯება. ხო და მოკლედ ასე საუბრობ თორნიკეზე. ის უნდა სპაგეტი მინდაო და რომელი ქვაბით მოვხაშვა მკითხა და მე პატარა ქვაბი შევთავაზე და მან როგორც იტალიური სულის ადამიანმა მითხრა, მაშინ პატარა ქვაბში მომიწევს რომ სპაგეტი გავტეხო და მას დანაშაულად მიაჩნია სპაგეტის გატეხვა, ამიტომ მე ეს ქვაბი შევთავაზე და ამით დადგა. ყველაფერი გავრეცხე და გარეთ გამაქესენი, რომ ზეზე გაშრეს. ბებია ჩემი აკეთებდა ხოლმე და ძალიან მიყვარს ეს. ესე გარეთ გაქონდა ხოლმე ზეზე რომ გამშრალიყო და რომ გაშრებოდა, მე შემოქონდა და აი თუ გინახავთ სოფლებში ზოგი კიბეებზე ალაგებს ხოლმე და ბებია ჩემი კიბეებზე არ ალაგებდა, მაგრამ ანუ ძალიან მიყვარს, არ ვიცი რატომაც ალბათ ესე რო არ გაზრდილი და იქ ეს ჩვეული რაღაცა იყო. ძალიან მიყვარს. თუ გოიკეთებს თავის საყვარელ ჩაის და ზაფხულის სიცხეშიც ჩაის ესე ძალიან გემრიელად იკეთებს ხოლმე და მოკლედ დავრეცხე, რა ვიცი, ყველას ნაჭამი, ნასვამი რაც კი იყო. ახლა ვეუბნები, რომ თეფშებზე მეთქი არ დამიტოვო თქო, ანუ აი რო შეჭამე და რაღაც ნარჩენი დარჩება. ხო, ეგ არ დამიტოვო თქო. ეს კატა. ღმერთო რა ლამაზია. დედა, ლამაზი კატა. ესე იგი ახლა მოვედი საკითხებიდან, თუნდები რაღაცები მოვიტანეთ იმ სიმწიმე. ეს არის გადგარი.
ეს არის ატამი, ეს არის საპრობი ატამი. ეს არის პომიდორი. ეს არის ვაშო ატამა, ჩემი სიყვარული. ეს მეორენაირი ატამი. ეს არის კარგი ახალი ისე იყოს დაფირო დავიყიდე. მწვანილი და ერთი წითელი ბულგარული. ეს არის კიტრი შუშა განიყავ სანამ გამწარდება იქამდე და ეს არის ბროკოლი. 37 ლარი. ხელი უნდა დაიბანო? მოდი დავიბანო. დილას ევამ კვერცხი არ მიირთვა, სამაგიეროდ შუა დღისას უკვე როცა გარეთ წავედით, მოვედით, ვიყიდეთ ხილბოსნეული, მერე თვითონ მითხრა, რომ უნდა ერბო კვერცხი და რადგან კიტრთან ერთად უყვარს, დაუჭერი და გავუმზადე, მიუტანე, გემრიელად მიირთვა. ხო, ახლა ჩემთვის მინდა მოვიმზადო სპაგეტი. ესე იგი, ერთი ქალი აღმოვაჩინე, უკრაინელი, რომელიც 7 წელია ცხოვრობს იტალიაში და უვლის იტალიელ ბებიას. არა, კი არ უვლის. დღეში 3 საათით მიდის და საჭმელს უმზადებს და უმზადებს საოცრად გემრიელ იტალიურ საჭმელს და თან მაქსიმალურად ჯანსაღს და ნაკლებად მავნეს. ნუ ასაკოვანია ბებია და ამიტომ, მაგრამ იმდენი კარგი რეცეპტი ვნახე, რომლის არსებობაზე წარმოდგენა არ მქონდა და მე ხო ვიცით მაკარონი როგორ მიყვარს და ესე იგი როგორ არ კეთდება იქ ყაბაღით და ამით და იმით და მაგ ვიდეოებს უყურებ ხოლმე და ეხა იმის შთაგონებით ვიკეთებ პასტას. მოკლედ ვერ მოვიფიქრე რომ ეს პომიდორი ცალკე გამეხეხა და მე ჩამესხა და მე ამეწონა, ეგ ვერ მოვიფიქრე. ამიტომ დავდგი სასწორზე და ზედ დავახეხე ერთი თალი პომიდორი, კანი რომ დამრჩენო და ეგრე. ხო, და დავდგი რომ წამოდუხდეს. ამასობაში წყალი მიდგას იმისთვის რომ მოიხარშოს, ადუხდეს და მე მოვხარშო მაკარონი და ასევე მაქვს აი ეს დიდი ქვაბით წყალი დავდგი ბროკოლისთვის. მინდა რომ ბროკოლით მოვამზადო და ასევე ვხარშავ ერთალ კვერცხს, რომელიც მინდა რომ მივატანო. ხო, და ძალიან გემრიელი გამოვიდა. მინდა გითხრათ, აი უსომოდ ვისიამოვნე და ძალიან დამანაყრა. ნუ როგორც პასტის მოყვარული ადამიანი, ისევ ამბობ კვერცხი გადავდე საშუალო ცეცხლზე და ეს соуსი გადმოვდე დაბალზე. გამხმარი ორეგანო აღმოჩნდა რომ აღარ მაქვს. ამიტომ რეჰანი გავუკეთე და სხვათა შორის იგი ძალიან მოუხდა. აქ მე არ მიმაჩნია დანაშაულად პასტის გაწეხვა და ამიტომ გავწეხე პასტა. და აი აქ გამოვიტანე ცოტა კინძი და ცოტა რეჰანი, რომელსაც გავუკეთებ ჩემს კერძში, მარილს დავამატებ და რაღაცა ფანტასტიკა გამოდის. ამ დროს ბროკოლებიც, ანუ აი მოიხარშა არ ქვია, მოიწალა. მე მიყვარს რომ ხრაშუნებს ეგეთი. ხო და ველოდებით კვერცხის და იმის მაკარონის პასტის მოხარშვას. აი პროსტა ვერ აგიწერს ეს ყველაფერი რა გემრიელი იყო და რა ნოყიერი. აქ კიდევ ეს გარეცხილი რაც არის შევალაგოთ, დავალაგოთ, იმიტომ რომ ძალიან იმაშვება აქაურობა. იწუწება მერე.
მე რაღაცნაირად ძალიან მომწონს, როცა ადამიანი შენთვის იმზადებს საკვებს, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირი საკუთარი თავისადმი სიყვარულის გამოვლინებაა და თვითზრუნვა. ძალიან მინდა რომ ბავშვები ამას მიეჩვიონ, ანუ შენ ისეთ საკვებს იმზადებ, რომელიც დაანაყრებს შენ ორგანიზმს, ასევე არის გემრიელი და რა ვიცი, თავს გრძნობ ძალიან კარგად. ჩემზე მაგალითად ძალიან თერაპიულად მოქმედებს ხოლმე. აი როგორც ხედავთ. Wow, pomidorები არის. აბა რაღა გვიჭირ. Pomidorები, pomidorები. აბა ვინიყი. მე. ჩემი მეგობარი. Bardziej bananie. საკოში ბანანი. Nie, metra. No, metra na lewo. აღალებ. ესე შენი იდე? ენკა მაკარონს არანაირს არ ჭამს მხოლოდ შაქრით და კარაქით. ეს პომიდორი და რა ქვია, ყვავილოვანი ბროკოლი რო იყო თუშული, ეს მოეწონა. ბოსტნეული უყვარს სხვათა შორის, თორნიკესაც უყვარს, იკასაც უყვარს, ანდრიას, მაგრამ ანდრიას სხვანაირი ბოსტნეული უყვარს. ხო, აი ასეთი საღამოა, მართალი გითხრათ, დავიღალე, იმიტომ რომ ძალიან ცხელა და სიცხეში ძალიან ვიღლები, თანშია, თუმცა ველოდები ძალიან დიდი სიამოვნებით ჩემს გემრიელ საჭმელს და ძალიან მიყვარს ეს პროცესი სხვათა შორის. საბიდო? ხო, ბოსტნეული არის საფილო. დიდი არ ვარ, სწორედ ბოსტნეული ვარ. ვაში წარი. ეს კი გახლავთ უკვე ბოლო შტრიხები. ჩემი საჭმლის მომზადების კიტრი დავიჭერი. ყველაფერს რა თქმა უნდა ვიწერ და ძალიან დიდი ყურადღებით. და მაკარონი უკვე მოიხარშა, ამიტომ გადმომაქვს აქეთ. წყალიც დავამატე, რომელშიც მაკარონი იხარშებოდა, არც ერთ მაკარონს არ ვხკარგავთ, როგორც ხედავთ. ამოურია და მე კიდე ერთად ვადუღე იქამდე, სანამ ესეთ მეტი სითხე არ იმასქნა, აორთქლდა, იქამ ბავშვს თავი მოწყვიტა. ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ბონი, ესე იგი ძალიან როცხელა, ყველაფერი მღლის. გარეთ გავალ მაღაზიაში რაღაცას ვიყიდი და უკვე დაგლირი ვარ. შარშანც ისე ვიყავი. ძალიან დიდი სიცხე ჩემზე მოქმედებს. ბონი. სპაგეტი, პომიდორის соусით და ბროკოლით ვაიმენი ერწყი მომდის. ყველი შემწვა აქ ჩამეხეხა, მაგრამ ესე მირჩევნია, კიტრი და კვერცხი. Gracias. Hi.
ხო შეიძლება გააცვიღე ის ჭამა. უნდა იტანჯო. არა. გოჭრო დაიბალები. ვერით მე. ხომესო. აი ეს რომ აქვს ზედმეტი. ნახეთ? აი ეს. არ მასვენებს. მოჩიკლებ ახლა. ადრე ავჭამდი ხოლმე მოხარშულ კვერცხს. საერთოდ არ ვაფასებდი. მინდა ვთქვა სულელი ვიყავი. წავით გარეთ. დელეგაცია. ჯერ პარკში გავისეირნებთ მჟავე ტყებრით. ესაც აქ ოღონდ რისთვის აქ პროსტა მე რომ აქ იმითო თორე ეს არ ჭამს არ უყვარს მჟავე. ჯერ პარკში გავისეირნებთ. მერე მაღაზიაში შევალთ. და ასე. აკაია პარკში რომ ეთქო. ისეთი კაია რომ მეტი არ შეიძლება. ძალიან კარგი საღამო გქონდა, გავისეირნეთ, ვიარეთ და სახში მოსულს ისევ რა თქმა უნდა დამხვდა თებშები, რომელიც დაგროვდა და ამ ყველაფერს ვრეცხავ ძალიან კმაყოფილად, ბედნიერად, რა ვიცი, ძალიან რაღაცნაირი მშვიდი, ჰარმონიული, ტკბილი საღამო მქონდა და კი, კაი დაღლილი ვიყავ, მაგრამ აი ამ ყველაფერს მერე მელოდება მსესუმზირა და ცივი ლიმონათი თუ ფანტა თუ რა ვიცი რაც ქვია და სკროლვა TikTok-ის და YouTube-ის, რაც ძალიან მიყვარს. აქ საზამთრო გვაქვს, რა ვიცი, ამ საზამთროს დიდი ამბით ვიყიდით ხოლმე და მე ვერ ვჭამთ, აგერ რამდენი დღეა დევს უკვე და ვერ გადამიწყვეტია გადავაგდო თუ არა. ხო და რა ვიცი, აბა დავსუნე და მე მგონი მჟავე ხსუნი არ ქონდა, ისევ შევაბრუნე, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი, ეგვინმე შეჭამოს. მაინც გადასაგდები იქნება. ხო და ესეთ აქ თორნიკია ჩემთან მიწევს კამპანიას, მელაპარაკება და აი ესე ჩაიარა ჩვენმა გუშინდელმა დღემ. ვინც ჩემთან იყავით, დიდი მადლობა. ძალიან მიყვარხართ, ძალიან მიხარიხართ, გამოიწერეთ არხი, რო არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები, დალაიქეთ ვიდეო, დამიკომენტარეთ, მიყვარხართ, კოცნით და საუკეთესო დღეს, დილას, საღამოს, როცა მიყურებთ, გისურვებთ. მადლობა. ბროკოლის ხომარ მომიძვი. ენა? მახარშული არ მიყვარს, მაგრამ ის Better case how it's covered for them, How about that's heavy. how about There in ART or in that was that's in the body of broccoli, so I can't do it very much. This and the answer that's again this mi quasi moment tra respira
ვისარგებით ფლავის საკმაზი, ორეგანო და შეგოლილი პაპრიკა. ესენი მიყვარს ძალიან. ესენი რომა ყურძი და თმა. Archebi, uamrabe.